გამარჯობა, მე ვარ თეკუნა გაჩეჩილაძე, მოგესალმებით ჩემი სამზარეულოდან, თეკუნას კულინარიუმიდან. მე მოხარული ვარ, რომ სოლოსთან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს. სოლოს მომხმარებლისთვის, ექსკლუზიურად სოლოს მომხმარებლისთვის ჩვენ ვიმოგზაურებთ საფრანგეთში, ვისწავლით ფრანგული კერძების მომზადებას. ჩვენ ერთად მოვამზადებთ ფრანგულ კერძებს, გავეცნობით ფრანგულ სამზარეულო კულტურას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მასტერკლასები ძალიან სახალისო, შემეცნებითი იქნება და გელით ყველას ყოველ სამშაბათს თეკუნას კულინარიუმში. ამ კერძის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ინგრედიენტები არის მიდიები, ნიჟარაში, მიდიის ხორცი, ასევე წითელი ხახვი წვრილად დაჭრილი, ნიორი და მწვანილი უკვე თქვენი სურვილისამებრ და რა თქმა უნდა თეთრი ღვინო. დღეს ჩვენ ასე ვთქვათ პატარა პრივიუს გავაკეთებთ, მოვამზადებთ მიდიებს თეთრი ღვინის соуსით, ზუსტად იმ კერძს, რასაც თქვენ გაკვეთილზე შეისწავლით და თქვენ ასევე მოგეცემათ საშუალება ამ კერძის ვარიაციების გაკეთება თქვენი გემოვნების და სურვილის მიხედვით, მაგალითად მიდიები როკვფორის соуსით, ან მიდიები პამიდრის და ბაზილიკის соуსით. ძალიან მარტივი კერძია, მაგრამ ძალიან გემრიელია. უნდა ავიღოთ ცოტაოდენი ზეთი და მოვთუშოთ ხახვი. ერთი კვილი ან ორი კვილი ნიორი, ისიც თქვენი გემოვნებით, თუ არ გიყვართ შეგიძლიათ არ დაუმატოთ, კარგად მოურიოთ. ანუ არ უნდა დაუბრაცოთ, უნდა მოვთუშოთ, ანუ სანამ გამჭვირვალე არ გახდება. და შემდგომ ეს არის ჩვენი მიდიები. დავამატოთ მიდიები. ცოტაოდენი ღვინო. ივცეთ ცეცხლი. ასევე ავიღოთ მწვანილი, უკვე მწვანილი თქვენი გემოვნების მიხედვით არის, ცოტა ტარხუნა შეიძლება, ცოტა კინძი. დავუმატოთ მერე ჩვენ მიდიებს, როდესაც უკვე მოიხარშა. მიდიები მოიხარშა, როგორც კი გაიხსნება, ეს იმის მაჩვენებელია, უკვე მოიხარშა. გაითვალისწინეთ, რომ მიდიებს დიდხანს ხარშვა არ უყვარს, იმიტომ რომ მერე ის იშლება. გადმოდგამთ შეაზავებთ, რა თქმა უნდა, ზღვის მარილით, შავი წიწაკა, გემოვნები და ეს ჩვენი წინასწარ დაჭრილი მწვანილი. ესეთი შვენიერი მიდიები გამოგვივიდა და რა თქმა უნდა, ისევ გააფორმებთ ცოტაოდენი მწვანილით. და მიირთმევთ ცხელ ფრანგულ ბაგეტთან ერთად. დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ შევხვდებით თეკუნას კულინარიუმში ყოველ სამშაბათს.